გამარჯობა, მე ვარ მაჩვი და დღეს ვილაპარაკებ იმ პირველად აქსესუარებზე, რომელიც აუცილებელია ყველა ბასისტისთვის. პირველ რიგში ეს არის გიტარის ჩანთა, გიტარის კამარი, გიტარის კაბელი. ამის გარდა აუცილებელია გიტარის ასაწყობი მოწყობილობა, ტუნერი. ერთ-ერთ წინა ვიდეოში მე ვამბობ, რომ არსებობს ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც ამ ფუნქციას გადასარევად ართმევს თავს, თუმცა ყველა სიტუაციაში ამ აპლიკაციას ვერ გამოვიყენებ და ზუსტად ამიტომ არის საჭირო ეს დამატებითი მოწყობილობა გქონდეს როგორც ერთ-ერთი აუცილებელი აქსესუარი. არის ორი სახეობის. ერთი არის ესეთი დასამაგრებელი ტუნერი, რომელიც მაგრდება ესე გიტარის ჰედსტოკზე და სიმის რხევას აღიქვამს და მაგის შესაბამისობაში წერს რა ბგერაა, რა ნოტია და შეგვიძლია ავაწყოთ. ძალიან კომფორტული ნივთია, უბრალოდ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენისას, რომ კარგად აღიქვავდეს ამ სიმის რხევას. განსაკუთრებით ხუთსიმიანი ბასის შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგიერთ მათგანს დაბალი სიმის, ანუ მეხუთე სიმის დანახვა უჭირს. შესაბამისად, ეგ შევამოწმოთ და ისე შევიცნოთ. რაც შეეხება პედლის ტუნერს, ესეც ძალიან კარგი ნივთია, მას ეგეთი პრობლემები არ აქვს, როგორც დასამაგრებელ ტუნერს, რომ შეიძლება რომელიმე სიმი ვერ დაინახოს. და თან აქვს ძალიან კარგი ფუნქცია, როდესაც ჩავრთათ, როდესაც ვაწყობთ ინსტრუმენტს, აქვს მიუტის ფუნქცია და შესაბამისად ჩვენ სიგნალს აჩერებს და სიტყვაზე გიტარიდან ჯეკი გამოვაძრეთ ასე შემდეგ დამატებით ხმაურს არ იწვევს. ერთადერთი ამის მინუსი არის ის, რომ თუ სიტყვაზე ჩვენ მარტო ინსტრუმენტით დავდივართ და პირდაპირ კლინი, ანუ სუფთა საუნდით ვართ შეერთებული, სუფთა საუნდზე უკრავთ, ანუ პირდაპირ ამპში ვართ შეერთებული ან მიქსერში, ეს უბრალოდ დამატებითი ნივთია, რომელიც ასე ვთქვათ, იმ შემთხვევაში არ გჭირდება, ჯობია შეიძინოთ დასამაგრებელი ტუნერი. მაგრამ თუ იმ შემთხვევაში თუ ისედაც რამე ეფექტები დაგვაქვს, მე პირადად უპირატესობას პედალ ტუნერს ვანიჭებ. თუ ისედაც ეფექტები დაგვაქვს, ეს ერთი ნივთი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ესეც გქონდეს პედალ ბორდში. მაგრამ თუ პერსპექტივაში რამე პროცესორის შეძენას გეგმავთ ან პროცესორი გაქვთ, შესაბამისად არც ერთი მათგანი არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ყველა პროცესორს ჩაშენებული აქვს ისედაც ტუნერი ჩიგნით. დღეისათვის სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, თხოვნა იქნება რომ გააზიაროთ, გამოიწეროთ ჩემი არხები. მე კიდე სამომავლოდ კიდევ უფრო ბევრ და მრავალფეროვან ვიდეოებს შემოგთავაზებთ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.